250 ლარი საკმარისია იმისთვის, რომ თქვენ შეძლოთ არსებობა. ანუ ჭამასმა, ალბათ რო გახდებით წამლის შეძენა, კიდე რა შეგიძლიათ? საარსებო მინიმუმს თუ გეუბნება 250 ლარი, ალბათ კომუნალურებიც მაგაში უნდა შეიყვანოთ. ანუ ამას 250 ლარში უნდა შეიყვანოთ კომუნალურებიც, წამლების თანხა, ჭამადასმა 250 ლარში. გზარქვას მონაკოში ყავა რაც უჯდება, თქვენ მაგით უნდა იცხოვროთ თვიდან თვემდე. მე გადავწყვიტე რომ შევარჩიო გმირი, რომლის შემოსავალიც მართლა 250 ლარია თვეში. ანუ სოციალური დახმარება ქონდა მრავალშვილიან დედას, რომელსაც ძალიან უჭირს, რომელიც უკიდურესი სიღატაკი ზღვართან ცხოვრობს, ზღვარს ქვემოთ. ზღვარს ზემოთ არა, ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს და მოკლედ ეს სოციალური დახმარება გაუქმეს და მართლა ერთადერთ შვილის პენსია დარჩა 250 ლარი და ამ 250 ლარით არსებობს. და მე მინდა რომ თქვენ განახოთ სრული სიცხადით როგორ არიან ადამიანები, რომლითაც 250 ლარად იძულებით უწევთ ცხოვრება. ხო, ასევე იცოდეთ რომ ამ სიუჟეტის ქვემოთ ანგარიშის ნომრები დაეწერება და თუ მათ დაეხმარებით ფინანსურად იცოდეთ რომ ძალიან კარგ საქმეს გააკეთეთ. ეს გამარჯობა. შეიძლება მე რომ ნახო თქვენი სახლი? კი ბატონო. ანუ ეს არის შემოსასვლელი? არა უშო სიყავით რა პრობლემაა? მე არ ვიშლით ხელს. მე ძალიან დიდი მადლობა. მოვყიდოდით ყველა ეძახო და არ ეცლება თქვენთვისო. არ ეცლება თქვენთვისო ვინ გითხრათ? ჩვენთვის ხალხი ესა დანუკაო ძალიან გადაწყვეტილ რეჟიმშიაო და მე მოგწერეთ მაინც მქონდა იმედი ვიცოდი რომ არ გაატარებდით და მოვყიდოდით. ანუ მიხარია რომ თქვენი იმედები შევასრულე და იმ ხალხის არა, რომლებსაც ეგონათ რომ არ მოვიდოდით. რა სუფთად ცხოვრობთ? ანუ ძალიან სუფთად ცხოვრობთ და შეიძლება აქ შევიდე? ანუ ეს არის თქვენი შვილების ოთახი? კი, მან დავარც ყველა 1 2 3 4 5 6 კაცი. ერთი მეშვიდე ჯარში. უკაცრავად აქაც შეიძლება ალბათ ხო? ის არის მე პატრონეს აქ რაღაცები. ანუ ამ ოთახს ვერ იყენებთ? არა, მაგას ვერ ვიყენებ. ეს რა არის? საჭირო ოთახი. შეიძლება ხო? შეხედეთ. უფალო, აქ ძალიან ცივა. კი აბა ბატონო. როგორ ვანოთ? თბილი წყალი არ გვაქვს. თბილი წყალიც არ გაქვთ? არა. აბა როგორ შევიდა? ქვაბს ვაცხელებ დიდი ქვაბით და ისე იმას. არა, კი გაცხელით ქვაბით, მაგრამ აქ ხო ძალიან იმას ცივა. კეტავ მერე ფანჯარას. ანუ ძალიან ცივა ხო ხნა? რას ვისავთ? უკაცრავად, არც აპერფარიში არ გაქვთ? არა, წყარს ვასხავთ, შიგნით ვავსებთ ვედროებს და ის. ანუ ამას იყენებთ აპერფარიშოთ? კი ბატონო. კარგი, ჩვენ სად დავჯდეთ? მოდით აქ დაჯექით თქვენ ყველანი ერთად და მე წინ დაგიჯდებით და ვილაპარაკოთ. მიხურეთ. შეიძლება ჩავიხადო რა საკეთებთ? დიახ, სუპი? ხო, დიახ, სულს ვაკეთებ. შენ აკეთებ? საფრთხე დააკეთე, მაგრამ მეც ვსწავლობ, მე საკეთებ. და მე მითხრეს რომ შენ დედას ეხმარებით ძალიან. დიახ, შენ და გოგოები ეხმარებით სულ რა. აჩახ. შეიძლება თქვენ მეც ვერ გამოვაღო? კი ბატონო. ანუ თქვენ გაქვთ მწმილი? კარაქი? რომელიც ცოტა მოგვენჯელია, ხო? მეზობელმა ჩამოჭრა იმ კარაქზე და იმან მოგვაწოდა. მე თქვენ განახებთ იმ ოჯახის მაცივარს, რომლის შემოსავალიც არის 250 ლარი თვეში. ეს რა არის? სალა არის მეგობარი. სალა ეს მეზობელმა მოგაწოდა? ხო, იმ დღეს აქ. ანუ თქვენ ვერ უკაცრავად აი აქედან რაც აქ დევს. თქვენი ნაყიდი რამე არის? ნაყიდი მან და არაფერი არ დევს. ანუ ყველაფერი რაც მეზობელმა მოგიტანათ. ანუ თქვენ ნაყიდი არაფერი არ არის, ანუ კვერცხი, ისედაც არაფერი არ დევს მაცივარში, მაგრამ რაც დევს ისიც მეზობლებმა მოგიტანეს, სწორად გავიქ. თქვენ ხართ ის საყვარელი მეზობელი, რომელიც უვლით? კი, ეს ჩვენი ეხმარებით. აი ესე დადიან ყოველ ორ სამთვეში ერთხელ ბარგით მიდიან, მოდიან, ყველა კორპუსში თითქმის ნაწყორები არიან, ყველა მაღაზიის ვალი აქვს. აი პირადად მეც მაღაზიას ვამუშავებდი 4180 ჩემი ვალი აქვს დარჩენილი და დაჩარჩა, იმიტომ რომ იცი უნდა გადამიხადოს. სოციალური შეწყვეტილი აქვს მეოთხე თვე ავერიღებს. აი რითი უნდა გადაუხადოს მაღაზიებს ვალები ან ხილბოთლები ზურზადით ყველა მაღაზიაში ვალი აქვს. ერთადერთი ბავშვის პენსია აქვს 250 ლარი. ისიც დენი, გაზი ხო ხედავთ როგორ თვებიან.
ბავშვები ხშირი ავადობით არიან, სულ ავად ყავყვანან ეხლა მით უმეტესად ამ სეზონზე და აი წეღანი ბავშვი მთხოვდა წაბალი არა გამაყუჩებელიო. აი ამ ბავშვს მეორე სად არის? ხელში რკინა აქვს 4 წლის წინ თუ 3 წლის წინ უნდა ამოეღო და უსახსრობის გამო ვერ ამოუღო და აი ეს რკინა ეხლა რა დღეში აქ იმ ხელში არ ვიცით. შეიძლება რომ გაგვაცნოთ ყველა, ანუ ვინ რამდენი წლისა რა ქვია? მე დავიწყე. მიდი ჩემო საყვარელ, შენ დაიწყე. მე ვარ მარიამი გიგაური, ვარ 17 წლის. დაბადების დღე მაქვს 14 სექტემბერს და მიყვარს გართობა და მეგობრებთან ერთად ისა ქვია გართობა, მეტი არაფერი. ყაჩა. სხვა ყველა გამაცანი შენ მარიამ. ესა ჯაბა არის 11 წლის, აქ 3 ოქტომბერს დაბადების დღე, ამასაც ბარბარე ქვია. უფროსი ჯარში არის ახლა ხან წაიყვანეს მესამე თვე არის რაც მანდეთა არის. ბავშვები რამდენი წლის არიან სახლი? ეს 6 წლის არის, ეს 2 წლის არის. ეს გიორგი და ანდრია. თქვენი სახელი? ჯულეტა ჭკადო. და კაპიტან ჯულეტას თქვენ ხართ 26 წლის? კი ბატონო. ამიტომ მოდი ჯულეტას დაგიძახებთ, რადგან ჩემზე პატარა ხართ. მინდა პირველ რიგში ისევ ერთხელ გავიმეორე მაყურებელს, რომ ეს არის ოჯახი, რომელსაც გიწევთ 250 ლარი ცხოვრება. კი ბატონო. ეს არის თქვენი ერთადერთი შემოსავალი. კი. ბოლო 250 ლარი რომ აიღეთ, რაში დახარჯეთ და რაში გეყოთ? გაზი გადავიხადე, 102 ლარი გაზი იყო, 41 ლარი დენი იყო. და რაც დარჩა ის წამლები უყიდე ბავშვს გაცებონე მყავდა. ანუ 153 ლარი გადაიხადეთ. კი ბატონო. ანუ 100 ლარამდე დაგჭათ. 100 ლარამდე გიყოთ წამლებისთვის. რა ჭამეთ მაგთვეს? რავი, მეზობრების წყალობით და თან გამგეობაც დაგვეხმარა რაღაც პროდუქტები მოგვიტანეთ. ანუ ზოგადად რაში ყოფით 250 ლარი რომ ვერც არაფერში, აი გადასახადებში უფრო სწორად რასაც ქვია, გადავიხადოთ გაზი, დენი, რომ მაგით რო აჭაჭყა. და ჭამთ უბრალოდ კეთილი ხალხის დახმარება. კი ბატონო, ზაფხულში გავაკეთე თან რაღაცეები და აი რას ნიშნავს ზაფხულში გავაკეთეთ რაღაცა? აი ბანკები რაც შემეძრო, ცოტა ყველაფერი გავაკეთე და უხსნე სახში და მიირთმევენ მაგებს. თქვენი ვალები? რა ვალები? ვალები ძალიან ბევრი მაგ მაღაზიებში ეს 4 თვე ძალიან დამიგროვდა, იმიტომ სოციალური გაგვიჩერეთ, ძალიან ბევრი ვარი დაგროვდა. საჭმლის ვარი. საჭმლის ვარი კი ბატონო. შეგიძლიათ მითხრათ სოციალური რატო გაგიჩერეს? სოციალური სარა მაგ გადმოვედით ეს 4 თვე არის, რაც აქ გადმოვედით საცხოვრებლად. სხვაგან ცხოვრობდით და ის მეპატრონემ დაგვაცრევინა ეს ბინა და როგორც ბინა შევცვალეთ, ვიღაცა მიიტანა ენა, რომ ბინა დაცალეს და რაღაცა და იქ გადამოწმებაზე რო იყო ჩვენი ის სოციალური ისა, წინათში რო არა ვიყო სოციალური, გამიკვირდა, მოვიკითხე და მაშინ ვეთქვით, რომ თქვენ ბინა დაგიცრიათ, ბინა შეგიცრიათ და მაშინვე რატომ არ განაცხადეთ? კი მივედი მე დეკემბერშივე მივედი, მაშინვე მივედი დეკემბერში. გავაკეთე განაცხადი რაღაცა და დეკემბრის რაღაც შუარი ბოლო რიცხვებში იყო მოსული. და გააკეთა აღწერა ყველაფერი და მითხრა რომ იანვრისთვის ელოდეო. აჰა. ეთყობა ქულები გულისხმან რაღაცა რომ თავიდან გადამოწმდებოდა. ხო და კი ბატონო მეთქი და მე კიდე იმედი მქონდა მეთქი ვიძახდი რომ ამ თოში ჩამერიცხება მეთქი და რაღაცა. ამ თოში კი თებერვლისთვის უნდა ველოდო იმ მე ყოველ სამთოში ხო. და რამდენი თვე უკვე აღარ გაქვთ სოციალური? მეოთხე თვე არის. ანუ მეოთხე თვეა თქვენი ერთადერთი შემოსავალი არის 250 ლარი. კი ბატონო და ეს მგონია რომ 250 ლარი საკმარისია იმისთვის რომ ოჯახი მაიარსებოს. და რანაირად უნდა იარსებონ 250 ლარით. რაშია საკმარისი მე არის გადასახადებში და ეგ არის მეტი არაფერში არ ყოფნის. ეს მე თუმეტეს ამას ეს იყო 3 წლისა მე ნეგიტი რო დაემართა. ამის გადარჩენას არ ფიქრობდით. ისეთ ცუდ დღეში იყო. მე უფრო წყალობით გამოვიდა. გადარჩა. და გიტკაფიხს. ხელს ამ ხელს ერთად ვერ ხმარობს და ფეხსაც იდგებს.
რა არის ეს ამათი 270 ლარი არაფერი არ არის რასაც ქვია გადაიხდი დენს და გას რომ არ ჩაგიჭრა და სიცივეში აყოდეს ბავშვები მე დღეს თქვენ თავაზობთ ექსპერიმენტს, მინდა რომ თქვენ ბაზარში წავიდეთ და 250 ლარად ვიყიდოთ პროდუქტი. ერთის მიღმა არის ის რომ რა ყოფნით გადასახადებში, მაგრამ მეორეა მართლა მაინტერესებს თქვენ ხო იცით რას გჭირდებათ სახლისთვის. და თქვენ თვითონ გადაწყდით 250 ლარად რას იყიდით. მაინტერესებს რომ შემდეგ ჩავიხედო პარკში და ვნახო რამდენი კვირის საჭმელი იქნება 250 ლარად გაყიდო. მეტი წილი ხრა 250 ლარი თქაშათ რომ რაღაცა იყოს ერთი ტომარა ფქვილს ყიდურობ ხოლმე და ზეთი, მაკარონი, ბრინჯი და ესეთი რაღაც. რომ პური სახში გამოვიცხო. ახლა ცოტა სხვა შეკითხვა მაქვს. ამ ტვირთს მარტო რატო ზიდავთ? სადაც თქვენ მეუღლე? ჩემ მეუღლე დიდი ხანია ჩვენ დავშორდით ერთმანეთს. ძალიან ის სვავდა ბოლო თვეებში უკვე დალევა დაიწყო ძანა. არ ამუშავებდა არაფერი და თითქმის ამ პენსიაზე და სოციალურზე ვიყავით. სხვა გამოსავალი არ იყო არაფერი. ანუ ისაც არ გეხმარებოდა თანაცხოვრებდეთ? არაფერში საერთოდ. შივრებს რამდენად ხშირად დაგიძინე? ძალიან ბევრჯერ. აი ყველაზე მეტი სიმწარე რომელი კრიზისიდან გახსოვთ? აი რა უნდა გქონოდათ და რა არ გქონდათ? გადავთ, ჩამოდი. ყველაზე მაგარი სიმწარე ის რომ ბავშვი რაღაცას გთხოვს სახაწოდ რომ ვიღაცა რაღაცას ელოდება და ამათ არაფერი გააჩნიათ. ძალიან ადრე დავაწყინე სახარჭროთ რომ სხვისთვის განაყურებინათ ბავშვებისთვის ხელებში. და პროფესორი არ იყო რომ ბავშვები დავაწყინე, როცა 11 საათამდე არის ახორბე და აზია და ერთმანეთს ერთობიან და თამაშობენ. აი ასეთი კრიზისის დროს ბავშვის გაჩენის мотиваციას რა გაძლევთ? აი როცა იცით ერთში აკლია, აი მეორეს, მესამეს, მეოთხესაც რომ იღებ გადაწყვეტილებას რომ გაჩნდეს, აი ოღონდ გაჩნდეს იმ გულშემო თავდაცვა შეიძლება, ანუ მე არ გულისხმობ აქ აბორტს. ეს შეკითხვა მაქვს ყოველთვის ყველა დედასთან და თქვენც მინდა რომ გკითხოთ რა. მე თვითონ მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ. არ მქონია იმის სურვილი რომ აი აბორტი რო გაეკეთებინათ ან რაღაცა. არა, აბორტზე არ ვსაუბრობ. თავდაცვაზე ვსაუბრობ ხოლმე. რაც მინდა ისე აღონიშნო, რომ ძალიან სუფთა სახლი გაქვთ, როგორ შეიძლება ეს ნანგრევები სუფთავე. ამ ნანგრევებშიც კი ჩანს ეს თქვენი სისუფთავე და აი რამდენად მნიშვნელოვანია. ძალიან ეს მეტყვეტეს პატარები რო არიან და რაღაცა მე არ მიყვარს მასეთ რაღაცა რითიც შემიძლია ყველანაირად. როგორც ქალს რამე ეტაპზე 1 საათით მაინც გიცხოვრიათ? სადა ეს ბედნიერება. აი ქალს რომელიც თავს უვლის, ქალს რომელიც საკუთარ ფიქრებზე ფიქრობს, ქალს რომელიც რა ვიცი, ქალს რომელსაც უყვარს, ქალს რომელსაც ახარებენ. ეს ეტაპი რამეც, ანუ ეს ქონია ცხოვრების რამე ეტაპზე მაინც. არ არსებობს. ერთადერთხელ იყო დაბადების დღეზე ვიყავი წასული. ანუ თქვენ ამბობთ რომ თქვენი ბედნიერი მომენტი იყო ერთადერთხელ და ისიც მაშინ, როდესაც ხრის დაბადების დღეს წახდით. და რა იყო მათ ბედნიერების რა აი რასაც ქვია აი ნახე წუთები და იწებები რომ ზოგი როგორ ერთობა როგორ გადის რა არის ის გართობა იჩაცმა ის სალოდი და რაღაცები. ანუ ეს ერთადერთხელ იყო თქვენ ცხოვრებაში? კი ბატონო. ბავშვობაშიც არ ქონია? ბავშვობაც ძალიან ცუდი მქონდა. რას გულისხმობთ? ძალიან მწარე ბავშვობა მქონდა. სოფელში სადღაც ისეთ ადგილას ცხოვრობდით. ძალიან შორი მანძილი იყო ჩვენთვის სკოლა, ძალიან შორი მანძილი მიწევდა სიარული. ზოგადად ხან სწავლა არ მქონდა, ხან ბევრი რაღაცა გვაკეთა ბავშვობისას. ძალიან ბევრი. მე ძალიან ადრე მამა დავკარგეთ და დედა სამარა დავჭიდა.
ეხლა კიდევ ერთხელ უნდა გითხოთ, ანუ ეს სირთულე რო გაიარეთ ბავშვობაში ამ მრავალშვილიანობის ფონზე, მაინც გინდოდათ ბევრი შვილი, ხო? კი მინდოდა. თან საყვარელი ხართ. ისინი არიან ჩემი სიმდიდრე. მესმის. და თქვენ შვილებთან აღზრდის დროს თქვენი პრიორიტეტი რა არის? განათლებაზე ეჩხუბებით? ძალიან ვჩხუბობთ, მაგას მე რაც დამაკდა, არ მინდა რომ მაგათაც ისე ქონოდეთ. თქვენ ხო იცით რა ამ სიხარებიდან გასვლის ერთადერთი შანსი განათლება? კი ბატონო. სხვა არ არსებობს. და სულ ვჩხუბობთ მაგაზე სახში, სულ ვჩხუბობთ. ანუ ბავშვთან სკოლაზე, სწავლაზე, განათლებაზე ჩხუბი შეიძლება. კი, ძალიან. მე მინდა რომ ისწავლონ და მე მინდა რომ რაც მე გავიარე ის ეტაპები მაგათ არ გაიარო. ალბათ გიფიქრათ დარწმუნებული ვარ ამ თქვენს კრიზისებზე, ამ თქვენს ტანჯვაზე. როგორ გონიათ რისი ბრალია ეს ყველაფერი? ბევრჯერ მიფიქრია, მეთქი აი გავარდა აღარ დავბრუნდები სახში, საწოლ ჩავიდე მეთქი, მაგრამ ბავშვების ხათრით და ბავშვების სკოლის წავს ვიკავ. და როგორ გონიათ რა არის ამის მიზეზი? იმის რომ არ დალაგდა არც ერთ ეტაპზე თქვენი ცხოვრება. რა ვიცი, თუნდაც ვერ ხვდები ყველაფერს. კარგი, წავიდეთ მე და თქვენ ბაზარში. აქ სად არის უახლოეს ბაზარი? აქ არის გვერდზე, არის ღია თუ არა, არ ვიცი, გახედება თუ დედა მინდა რომ გამოყვას. ბაზარი რა პატარა ხილბოსტანივითაა გაკეთებული და იქ ყველაფერი აქვს. სადაც ვალი გაქვთ ასე? კი ბატონო. სულ მოუთქმელად გელოდებოდია. ახალგაზრდა გოგოა მე რომ ჩხილებს გავიკეთებ ისე შემომხედავს მე რომ მაკიაჟს გავიკეთებ მე რომ სალონში თმას შევიღება გული მეწვება ერთი ორ-ერთ კი უთხარი წამოდი და შენც მე გადაგიხდი მაგრამ ყოველთვის ხო მეც არ მაქვს აი რესტორანიც რო ახსენა მაშინ გავპრანჭეთ წავიყვანეთ აი მე დაბადების დღეზე ხა? ჩემი და ნეტა არ დაუყურებული ხო ის დღე ისეთი ბედნიერი იყო ეს გაპრანჭული მაკიაჟიც ჰქონდა, თმებიც ის ჰქონდა. თქვენ გავუკეთეთ? სალონში ავიყვანე კი. საყვარელი ხართ. ისეთი ლამაზი იყო, ისეთი რომ აი არ გვინდოდა იმ დღის დამთავრება, ამან რო ხელები გაშალა და იცეკვა და მოილხინა, აი რატო უნდა ტიროდეს ესე პატარა გოგო იმაზე რომ შვილს რა აჭამა. შვილშია ხო? აი ეს პატარა ეხა რო დასაძინება, ჩემი შვილის ნათლულია. ყოველდღიას მირეკა. მოვიდე ჩიჩი გააკ და მეუბნები შენ ხო გაქვს მათ სივარში მე მოვალ და გამიღებს ალალი შენ გაქვს მეუბნება აი ცოდო არ არის წყალი 3-4 დღეა აქვს ბიდონებით ეზიდებოდნენ ცივწყალსაც გარეთ გამოსვლა აღარ უნდათ ბავშვებს რომ ვინმე არ გააჩეროთ დედასად არის ვალისად არის აი ხა ითხოვს ყველა თავისას ითხოვს ყველას უჭერს წავიდეთ აბა მაღაზიაში და ვნახოთ რას ვიყიდით 250 ლარი სასწრაფო გქონია როდესმე აი ხელი ჩაგიქნევია? ძალიან ბევრჯერ. მიფიქრე ძალიან ბევრჯერ აი გავარდა რაღაცა სწავლაში ჩავიდა მაგრამ ბავშვების სკოლაში წავშეკა. მე ისო რატო პატრონი დაჭრა. და რა მომენტი ყოფილა გახსოვს? ბავშვმა რომ მეზობელთან იყო გადასული და მშობლებს საჩუქრები რაღაცები მოუტანიათ ბავშვებისთვის და რომ მოვიდა გულდაწყვეტილი რომ იმას ამდენი რაღაცა მოუტანეს ჩვენ როდესმე დაგვადგება ეს დროის წუთები და ისე გული დამწყდა რაღაცა შინერებით. და ხვდებიან მე თვითონაც ისინი რომ არ ითხოვენ იმდენად არ არიან აი აღარ ითხოვენ ბავშვებს. ხო, არ ითხოვენ იციან რომ ვერ წუდებით და ფინანსებით და იმ გოგო მიცის ახლა შუათანამ რომელიც ძალიან მეხმარება პატარა სხვებს ეუბნება თავის დაცმას სადამდე საბანი გვწდება და დამიფაროთ. თქვენ ხართ ყველაფერი უნდა ჩადოთ იმ მათ განათლებაში. ყველაფერში გულისხმობ, აი არ ვიცი, თუნდაც ჩხუბების კი მათ შორის. ხო, ჯერადაც შეიძლება უბრალოდ დაგეხმაროთ. მე დარწმუნებული ვარ, ჩემი გადაცემიდანაც ახლა უნდა ჩვენი კეთილი მაყურებელი მართლა ის სასწაული მაყურებელი ყავს. თქვენს რეალობა შეცვლოს, მაგრამ ხო დროებითია, იმასაც ხო გამოდა გახარჯავთ რა. თქვენ გჭირდებათ მუდმივი სტაბილური შემოსავალი. მე ამისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თქვენი შვილები პროფესიულად ძალიან სწორად განვითარდნენ რა. ანუ თქვენ მეუღლე ამბობთ, რომ თქვენი ფინანსური ტვირთი იყო უკვე ბოლოს? კი ბატონო.
ძალიან უკეთ ბოლოს კი და ემოციურიც როგორც მივხვდი დეტალებს არ ყვებით, მაგრამ მივხვდი რომ ემოციურიც. იყო და მეჩვენოდა რომ ჩემ შვილებთან ერთად შვიდად გეცხოვრა. შვიდად და წყნარად ყოფილიყო რაც მექნებოდა ჩემ შვილებთან ერთად. ძალიან სწორი გადაწყვეტილება. ბავშვები, რომლებიც ესეთ სოციალურ კრიზისულ გარემოში ცხოვრობენ, მათი კიდე ძალადობით დამატება სიგიჟეა. კი ბატონო, იმ პროცესს მით უმეტეს მამამისის ნახვა საერთოდ არ უნდათ, არაფრად არ უნდათ. აი ჯარში რომელიცაა? აი ხო იმათ. სულ ვეუბნები ხოლმე რომ მამა თქვენია, რაც არ უნდა იყოს, მამა თქვენია და უნდა მიხვდეთ. იმ გოგოებს სულ არ უნდათ, არ გვინდა. ის პაიმპატარები ვერ აზროვნებენ იმდენად და ის ბიჭები მაინც მოვედით ნავთლუღის ბაზარში. შენი აზრით 250 ლარად რა ვიყიდოთ? ტომარა ფქვილი და რაც დარჩება, რა ვიცი, შევხედოთ. ანუ ტომარა ფქვილით ვიწყებთ. კაი, წავით ვიკითხოთ სად არის ტომარა. გამარჯობა, ფქვილს სად ვიყიდი? მადლობა. გამარჯობა, ფქვილს სად ვიყიდი? კაი, სანამ ფქვილი რა იღირებ ერთი ტომარა? არ ვიცი რა დაყის. აი დაახლოებით რა ფასებია? 70 რამამდე იქნება. ანუ 670 ლარი რომ გადავდოთ, სხვა რა არის აუცილებელი, რაც გინდათ რომ იყიდოთ? დიახ, გამარჯობა, გაიხარეთ თქვენ. კიდე რა არის აუცილებელი, რაც უნდა ვიყიდოთ? ზეთი ვიყიდოთ. ზეთი? ზეთი. არა, იქით არისო მარჯვნივ და ჩავალ იქით. გამარჯობა, ერთ ესეთ ზეთს ვიყიდით. დიახ. რომელი უფრო ბიუჯეტურია? აი უფრო იფიესა. კი ბატონო, მაშინ ამ კარგია. კი ბატონო, ავიღებთ ერთ-ერთ. კიდე ანუ ეს 100 ლარი. დაგვრჩა 150 ლარი. კარგი, ცოტა თავში ვიკავებ, ბარკალს ავიღებ და ცოტა თევზს. კი ბატონო, ბარკალი და ცოტა თევზი ავიღოთ ბავშვებისთვის. ძალიან დიდი მადლობა. აი აქედან აიღე. მადლობა, უღრმესი ბედნიერი დღეს. აქაც არის გაყინული ბარკლები. აგერ არის გაყინული თევზი. ეს ვიყიდოთ ხო? ანუ ჩვენ გვაქვს ახლა ეს 1 კილო თუ 2? ხო, რა იცი. თავს ნოიკავებ. ჩვენ ახლა დაგვრჩა 150 ლარი. 150 ლარი თუ დაგვრჩა, ანუ ეს ვიყიდოთ 2 კილო. მაგი ვიყიდე. კი ბატონო, შვინ არის აქ უკაცრავად? 2 კილო რომ მოგცეთ ეს, ხო? ბარკლებს ერთი ქათამი არ გირჩევნია? თუ ბარკლები გირჩევნია? ბარკალი. კი ბატონო. აი აქედან ინებეთ. ვიყიდეთ ერთი ტომარა ფქვილი, ერთი დიდი ზეთი, ჯერჯერობით. მადლობა ქალბატონო, ბედნიერი დღე. თევზი 2 კილო, ქათმის ბარკლებიც გვინდა? ესენი? 2 კილო? თუ მეტი? 2. ესეც 2 კილო. ანუ ბარკალი ღირს 7 ლარი. ესე იგი 2 კილო 14 ლარი. იმაში თევზში გადავიხადეთ 18 ლარი. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ აინებეთ. ჯულეტა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრაქტიკულზე უფრო მეტად ეხლა გათვალოს იმაზე, რომ ბავშვებს ამ ფულით უყიდოს ის, რაც ბავშვებს დიდი ხანი არ უჭამთ. კი ბატონო. და არის ყველი ცოტა იაფად არის და შენ რა გინდა მითხარ, რომელი ყველი ავიღოთ? ეს ყველი რაღის? ეს ავიღოთ? 18 ლარი ღირს. დიახ. ეს ვიყიდოთ ხო? ეს რამდენია წონა? ხო. მაგრამ ეს რამდენია? 20 ლარის? ხოწყობს? უნდა იყოს. იყოს? იყოს? არ მინდა იყოს. რატო? არა, ძალიან სხვა რაღაცას ვიყიდი ბაჭი. კაი, ამას მაინც გიყიდი მე, მაგრამ შენ მის სხვა რაღაცა ვიყიდე. სვანების ყველი გიყიდა, სვანი. იმერელიც ვარ. ხარა გაულელი ბებით. როგორ ახალ? კარგად, ხო როგორ ხარ? კარგ. ანუ ყველი არა ირჩია. ყველაზე უარის თქმა მოუწია. მეორე საკითხი რომ ჩვენ მაინც ვიყიდეთ ეს ყველი, მაგრამ ყველაზე უარის თქმა მოუწია, იმიტომ რომ ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ სხვა რაღაცა ურჩევნია რომ უყიდოს ბავშვებს. ღმერთი თქვენსკენ გაიხარეთ. წავედით. ხილი? გინდა? კაი. რას ვყიდულობთ ხილს? ვაშლს აუყებ. ვაშლი? რომელი ვაშლი? გამარჯობთ, როგორ ხართ? მადლობა, კარგად. რომელი ვაშლი?
დაგიც ეს ვაშრები? რა ღირს? ყველას ერთი ფასია? ყველაზე დაბალ ბიუჯეტური რომელი გაქვთ? დაბალი ბანანი მაქვს, საშუალო ბანანი, აი ბანანი 2 ნახევარში. ხო, ერთად რა 2 კილო იყოს, ანუ 1 კილო 1 კილო. ძალიან დიდი მადლობა, ინებეთ. ბანანი? ჩემგან ეს. არ ვამიწონოთ თუ შეიძლება. ფასი 5 ლარი ბანანი. ესე იგი, ბანანი და ყველი არ შედის აქ. ესე იგი, ჯულეტა მიყიდა ბარკალი 2 კილო, რომელშიც გადაიხადა 14 ლარი, თევზი 2 კილო, რომელშიც გადაიხადა 18 ლარი, ვაშლი 2 კილო, რომელშიც გადაიხადა 5 ლარი. ზეთი, რომელშიც გადაიხადა 28 და 50. კარტოფილი და ხახვი და ეგეთ რაღაცები არ გინდა? მე მგონი მანქანით უნდა ჩავიდეთ, ისედაც მანქანაში უნდა ჩავდოთ რა. აი წავედ. დიახ. ვაიმე, მადლობა ჩამოსაყვანად. მადლობა, ძალიან დიდი, მადლობა. ეს პამპეს საუბრობს. ა? პამპეს. პამპეს წამო ჩამოსაყვანად. ყველაზე დაბალ ფასიანი ესე როგორ? რომელია? ეს? 20 ლარი. ეს ჩაისაც არის. ჩაი თუ შეიძლება ერთი. ყველაზე დაბალიანი რომელი გქონდა 4-ლიანი თუ 3. ანუ ყიდვის დროს ყოველთვის უნდა გავყიდოს ყველაზე დაბალ ბიუჯეტური რა გაქვთ. ყველაზე დაბალ ფასიანი რა გაქვთ. ანუ შერჩევის დროს არც ხარისია გათვალისწინებული, არც მოწოდებელი ქვეყანა, არაფერი. უბრალოდ თავარი კრიტერიუმი შერჩევის დროს პროდუქტის არის დაბალი ფასი. კიდე რა გნებავთ აქედან? მეტი არაფერი? დაწონთ ხარ? ანუ ავიღეთ ჩაი და ავიღეთ აი ეს კარაკი. აი რომელსაც მე არ ვენდობოდი, მაგრამ რამდენი უნდა მოგართ? 7. ანუ დაგვრჩა 50, 51 და 50. ანუ მოდით საბითუმოში მოგვასწავლეს. ეს არის ჯიბე, სადაც გითხოს რომ ყველაზე დაბალ ბიუჯეტურად შეიძლება რაღაცებს ყიდოთ. კბილეული არ უნდათ? ესე იგი ეს ავიღეთ, ფასით არჩია როგორც უნდა 3 და 70 ღირს. ბავშვებისთვის კოკა-კოლა თავად არჩია დედამ. ანუ ეს დაგვჭა, ჩემსაყვალოში. და ესე იგი შეიძინა მარაგები, კბილეულიც უყიდა ბავშვს. ანუ ყველაზე დაბალ ბიუჯეტურად სადაც უყიდეთ, ჯიბე იყო. კი ბატონო. მოხალშე. მოხალშე, კაი მოხალშე.